მოგესალმებით საღამო მშვიდობის. დღეს მინდა განვიხილოთ, დავიწყოთ უბრალოდ განხილვა კიდევ ერთი საინტერესო წიგნის, რომელიც გახლავთ ჯო დისპენზას შეცვალე ქვეცნობიერი. და ეს წიგნი არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს რეალური ცვლილებები მოახდინოს თავის ცხოვრებაში, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ მიმართულებით. ეს იქნება ურთიერთობები, წარმატებები კარიერაში, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესება, ვისაც სურს და ვისაც აქვს შესაძლებელი, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა შეცვალოს რაიმე და ახალი დაიწყოს, ახალიერად დაინახოს ცხოვრება თუნდაც მათთვის და მერწმუნეთ იმედებს არ გაგიცრუებთ, ნამდვილად რეალურად მუშაობს წიგნი, თუ თქვენ რეალურად მიყვებით იმ რჩევებს, იმ პრაქტიკას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, რა თქმა უნდა, ნამდვილად მიიღებთ სასურველ შედეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორია ამ წიგნში, იმიტომ რომ მე ვიტყოდი, რომ ეს არის პრაქტიკული რუკა ერთგვარი იმისათვის, როგორ შევქმნათ ჩვენი ახალი რეალობა, ჩვენივე ფიქრებით, ემოციებით და არაცნობიერი პროგრამების გათვალისწინებით და ყველაფერი არის გამოცდილი ჩემს თავზე და მე თქვენ კარგად იცით, რომ მე ყოველთვის ვსაუბრობ და განვიხილავ თუნდაც წიგნებს ან რაღაც ვისაც ნებისმიერ თემაზე, რაზეც ვსაუბრობ, ყველაფერი ჩემს პრაქტიკაში არის გამოცდილი, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდნენ და ჩემთან ერთად გაიარეს ეს გზა, რომელმაც გამოხატეს ნდობა ჩემს მიმართ და მომწვენ ბოლომდე. ასევე გეტყვით იმას, რომ წიგნი არის ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ არ არის აქ მხოლოდ ფსიქოლოგია, კვლევებზე დაყრდნობით არ აქვს მხოლოდ დაწერილი ეს, აქ არის გაერთიანებული ნეირომეცნიერება, კვანტური ფიზიკა, მაგრამ არ მინდა რომ შეგაშინოთ ამ ტერმინოლოგიით, თუნდაც კვანტური ფიზიკა არც თუ ისე ადვილი და მარტივი საკითხია, ამაში გაცნობიერება, მაგრამ აქ ჩვენ ვისაუბრებთ იმ ძირითად საბაზისო თემებს შევეხებით, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ცვლილებებისთვის, ჩვენი თავისთვის. მე არც კვანტური ფიზიკის სპეციალისტი გახლავართ და არც ნეირომეცნიერი, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოვიყენებ დისპენზას მიხედვით ვისაუბრებ და ჩემებური ძალიან მარტივი, ადვილი და გასაგები ენით კიდევ უფრო გაგიადვილდებათ მუშაობა, რა თქმა უნდა, თუნდაც იმის გაგება, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა ფუნქცია აკისრია მას, გარდა იმისა, რომ რაც ვიცით ტვინის შესახებ, აქ ძალიან კარგად აქვს ახსნილი ტვინის სხვა ფაზების მდგომარეობა, თუნდაც რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ყოველდღიურად და როგორ უნდა შევცვალოთ ეს ერთი ფაზიდან მეორეში როგორ უნდა გადავიდეთ და რატომ უნდა მოახერხოთ ეს, რაში გვჭირდება ეს საერთოდ და ასევე გეტყვით იმას, რომ ეს თეორიაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს, თქვენს მოახდენს უბრალოდ დიდ გავლენას, ვინც რეალურად აპირებს ცვლილებას, იმიტომ რომ თქვენ მიხვდებით, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და თურმე არც ისეთი მარტივი ყოფილა ცვლილებები, როგორც ამას ძალიან ბევრი სპეციალისტები გვთავაზობენ სხვადასხვა მარტივი მეთოდებით, არც თუ ისე მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია და სამუშაოა ჩვენს თავზე. ერთი სიტყვით გამოვყევით აუცილებლად ამ წიგნის განხილვაში, გამომყევით ყურადღებით მომისმინეთ, ყურადღებით წაიკითხეთ, თუნდაც წიგნი, ასევე მე გავაკეთებ პროგრამას,
და მუშაობ ამ პროგრამაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან უახლოეს თვეებში, უბრალოდ ძალიან მალე თუ არა უახლოეს თვეებში შევძლებ და დავასრულებ პროგრამას, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ დროის დეფიციტი მაქვს ყოველთვის მით უმეტეს ახლა დაემატა რაღაცნაირ გარკვეული პრობლემები ჩემს ცხოვრებაში არსებული, თუმცა ეს პრობლემები ნაწილობრივ გადავლახე და არ მგონია ხელი შემიშალოს რამეში, მაგრამ მაინც გაზაფხულისთვის მგონია რომ მზად იქნება ჩემი პროგრამა და მე შეძლებთ ჩაერთოთ და რეალურად იმუშაოთ საკუთარ თავზე იმ გარანტით, ნახეთ როგორ არის ეს წიგნი, მე ვფიქრობ თვითონ წიგნიც არის იმის გარანტი, რომ თქვენ მოახდენთ საკუთარი რეალობის შეცვლას. რატომაც არა ხო, ვისაც გვაინტერესებს საკუთარი ცხოვრების შეცვლა და წინსვლა, განვითარება, თუნდაც მენტალური და ფიზიოლოგიური ჯანმრთელობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ეს წიგნი. აქ არის მუშაობა როგორ იქნება საუბარი, როგორ მუშაობს ტრავმები, რადგან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ასევე ეს პროგრამები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობენ, რომელიც ჩვენში არის, ხო, ჩვენს სხეულში დამახსოვრებული და რეალურად გონებას შეიძლება არც ახსოვს ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ქვეცნობიერს აქვს იმის დიდი შესაძლებლობა და დიდი ძალა, რომ მან გააკეთოს არჩევანი ჩვენს ცხოვრებაზე და მოკლედ საინტერესოა მერწმუნეთ და დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ ამ წიგნის მიხედვით ვიმუშაოთ. და მეც თქვენთან ერთად კიდევ უფრო ერთი საფეხურით დიდი იმედი მაქვს რომ ავალ და კიდევ უფრო მეც, იმიტომ რომ როდესაც ვკითხულობთ ერთი და იგივეს თუნდაც ხო რაღაცნაირად ან ვაფიქსირებთ, ან ვფიქრობთ ერთი და იგივე, ამაზეა სრულს აბსოლუტურად ეს წიგნიც, რომ ჩვენი ფიქრები ჩვენს რეალობას ქმნის და როგორ ქმნის, ახლა უკვე ამაში უნდა გავერკვიოთ ძალიან კარგად და დეტალურად. პირველ რიგში მოდი განვიხილოთ რა არის ქვეცნობიერი დისპენსას მიხედვით, რას გვეუბნება. მე არ მინდა ეხლა დეტალურად ქვეცნობიერზე ვისაუბრო და ძალიან დიდი დრო წაიღოს ამან, თუმცა თქვენ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე იცით მის შესახებ და დისპენსა აღწერს ქვეცნობიერს როგორც სისტემას, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას მაშინ, როდესაც ჩვენ ამას საერთოდ ვერც კი ვამჩნევთ და არ ვაკვირდებით, რატომაც არ ვაცნობიერებთ, იმიტომ ვქვია ქვეცნობიერი რომ ვერ ვაცნობიერებთ და ეს არის ცხოვრება, ქვეცნობიერი ეს არის ავტომატური რეჟიმით ცხოვრება, როდესაც აი ავტომატიური პროგრამებით ვიმართებით, ეს გამოდის ქვეცნობიერი ვიმართავს და ძირითადად ეს პროგრამები არის განმეორებული ფიქრებით, აზრებით, ჩვეული ემოციებით, ჩვეული შეგრძნებებით, სხეულის შეგრძნებებით, რა თქმა უნდა, რეაქციებით, სხეულის რეაქციებით, იმიტომ რომ ფიქრი, რომელიც რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში მეორდება ერთი და იგივე ფიქრი დღეების, წლების, ну რა ვიცი, დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისად, მე იმას ჩვენ არც კი ვფიქრობთ, არც კი ვაკვირდებით, რას ვფიქრობთ, ავტომატურად იგივე მოდის, იგივე აზრები მოდის და შესაბამისად ემოციებიც უკვე ჩვეულია და რეაქციებიც, სხეულის რეაქციებიც უკვე შესაბამისი და ჩვენ რაც უნდა ვეცადოთ გარედან შეცვლას, ეს არაფრით არ გამოვა, სანამ არ მივხვდებით თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და როგორ არის ერთმანეთზე აწყობილი. ასე რომ მე კიდევ მინდა გითხრათ ისიც, რომ დისპენსა აღნიშნავდა და მისი ხშირად ამბობს ამ წიგნში, აღნიშნავს, რომ შენი პიროვნება ქმნის შენს პირად ცხოვრებას და ამას აბსოლუტურად ვეთანხმები. მე ჩემს ლექციებში და ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე შეცვლა და დიდი ნაწილი ჩვენი ცხოვრების დამოკიდებულია ჩვენს ქმედებებზე და ქმედებების შესაბამისად საიდან მოდის ქმედებები ფიქრით იწყება, ხო? და
მოკლედ აი ეს რეაქციებიც რა რეაქციებსაც ვიღებთ რა შეგრძნებებშიც ვართ რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით ვართ თუ არა ახლა კმაყოფილი ბედნიერი თუ პირიქით შეშინებული დაბრთხალი შფოთვაში ეს ყველაფერი ჩვენი ფიქრის შედეგია და რა თქმა უნდა მე ეს ყველაფერი დამოკიდებულია პირდაპირ კავშირშია ჩვენს ცხოვრებასთან, ცხოვრებისეულ მდგომარეობასთან, ასევე დამოკიდებულია ჩვენს ურთიერთობებზე, ჩვენი ხედვები, ჩვენი აზრები, ჩვენი ხედვები, ყველაფერი ერთმანეთთან არის ჩალაგებული, რომ ვიტყვიან ისე, რომ ერთმანეთზე არის ფასობრივი დაწყობილი და ეს ჯაჭვი უნდა გავარღვიოთ. აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ჩემო ძვირფასებო, იმისთვის რომ ახალი შექმნას და ახალბრად დავიწყოთ ყველაფერი. Ну, თუ რა თქმა უნდა, თქვენ გექნებათ ამის სურვილი. პირველ რიგში სურვილი უნდა გქონდეს ადამიანს, ხო? ხო, ეს წიგნი არის აგებული, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, აქ არის ასევე კვანტური ფიზიკაც არის ჩართული, ასევე არის ნეირომეცნიერებაც გამოყენებული და პირდაპირ გვეუბნება პასუხებს კითხვებზე, როგორიც არის ვინ ვართ, რატომ არის ცვლილებები საჭირო, რამდენად რთულია თუ მარტივია ამ ცვლილებების შეტანა ჩვენს ცხოვრებაში, რა შესაძლებლობები, რა რესურსები გვაქვს ადამიანებს და პირდაპირ თავიდანვე მინდა აღნიშნო, რომ კვანტურ ველს გაგაცნობთ, შევეხებით კვანტურ ველს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა იცის ამის შესახებ არ არის აუცილებელი, რომ რაღაც სიღრმისეული ცოდნა ჰქონდეს კვანტურ ფიზიკასთან დაკავშირებით. მე თვითონაც არ გახლავართ არც კვანტური ფიზიკის სპეციალისტი და არც ნეირომეცნიერი, თუმცა რაღაცა საბაზისო წარმოდგენა ნამდვილად საჭიროა იმისთვის, რომ რეალურად დავწუნოთ იმაში, როგორ შეიძლება მოვახდინოთ ზეგავლენა, უпростоრად როგორ შეიძლება მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების მართვა და სადავეები ჩვენ თვითონ გქონდეს, ჩვენ ვმართოთ ჩვენი ცხოვრება და არ გვმართონ ჩვენ გარედან და გარე მოვლენებისგან არ ვიყოთ მართული. ანუ შექმნათ ჩვენი სამყარო და ჩვენი ცხოვრება თვითონ. და ახლა ამ წიგნიდან ძალიან ბევრს ვისაუბრებ იმაზე, რომ და შეიძლება განმეორებაც მოხდეს, რომ აი ეს ფიქრები და ყოველთვის უნდა დავაკვირდეთ, რას ვფიქრობთ, როგორ ვფიქრობთ, თუმცა ამ შეხვედრაზე არ ვისაუბრებ მე ტვინის ფუნქციებზე, მაგრამ შემდგომში აუცილებლად განვიხილოთ ეს ტვინის ტალღების მდგომარეობა და ამ განხილვას გთავაზობთ არა იმიტომ, რომ უბრალოდ თეორია დარჩეს თეორიად, არამედ აი ეს თეორია, აი ამის ცოდნა მე პირადად ძალიან დამეხმარა, როგორ გადავიდეთ ჩვენ გადავიყვანოთ ერთი მდგომარეობიდან მეორეში იმისათვის, რომ ადვილად შევძლოთ ჩვენ თუნდაც ფიქრების შეცვლა და ფიქრების შეცვლას მოყვა მე უკვე ემოციების შეცვლა და ქმედებებიც რა თქმა უნდა შესაბამისი იქნება. აი ამისთვის მინდა აუცილებლად შევეხო შემდეგ შეხვედრაზე უკვე ამ თემასაც. თუმცა ახლა მინდა გითხრათ, რომ ცვლილებები არ იქნება თუ ჩვენ არ შედგება, ანუ ვერ მოვახერხებთ, ვერ დავიწყებთ ცვლილებას, თუ დისპენსას მიხედვით ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, თუ ჩვენს ცხოვრებაში სამი ძირითადი კომპონენტი, როგორიც არის გარემო, დრო და სხეული, მათზე მაღლა დადგომას ვერ შევძლებთ. იმისათვის, რომ ჩვენ გადავლახოთ ყოველგვარი ფიზიკური ჩვენს ცხოვრებაში. ანუ, რას ნიშნავს ახლა გარემოზე მაღლა დადგომა? ეს თვითონ სიტყვა გეუბნებათ და ძალიან ადვილი მისახვედრია, რომ გარემომ არ უნდა გაგვაკონტროლოს, ჩვენ თვითონ უნდა ვაკონტროლოთ. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ჩვენ ფოკუსი უნდა გავაკეთოთ შინაგანზე, ჩვენს შიგნით და არა გარეთ. მეორე, რაც ვახსენე, ეს არის სხეულზე მაღლა დადგომა, ეს გვასწავლის უკვე თუ რამდენად გაუცნობიერებლად ვცხოვრობთ,
და ეს უკვე ვახსენე მგონი სხეული იმახსოვრებს მგონი კი არა ყოველ ბაზე შეხვედრაზე ვამბობ ალბათ ამას ნებისმიერ თემაზე, როდესაც ვმუშაობთ, ყოველთვის ვამბობ, რომ სხეული იმახსოვრებს იმ რეაქციებს და იმ შეგრძნებებს, რასაც კი ჩვენ განვიცდით ოდესმე და განვიცდით, ან რა ფიქრებიც მოდის ჩვენ თავში და რა ემოციებიც გვაქვს, სხეული თუნდაც ფიქრის გარეშეც, აი უკვე ავტომატურ რეჟიმში გადასული ფიქრი, რომელსაც უკვე ჩვენ აღარც ვაკვირდებით, ეს სხეულის მეხსიერებაში რჩება. და ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ, გითხარით და ასევე დროზე მაღლა დადგომა დაგვანახებს, როგორც ცხოვრობთ ჩვენ მომავლის მოლოდინში მუდმივად, ან წარსულით როგორ ვიმართებით, წარსული გამოცდილებები, წარსული ემოციები და წარსული შეგრძნებები, რა თქმა უნდა. მდგომარეობები, ცხოვრება მდგომარეობაში ვიყავით წარსულში, ძალიან ხშირად გვახსენებს ეს თავს, ისიც უკვე ფიქრებთან არის დაკავშირებული. მივხვდით ხო, ახლა რას განიხილავს ეს ადამიანი, ეს ძალიან ძლიერი ბევრი მუშაობა დაჭირდა დისპენსას იმაზე, რომ და ბევრი კვლევა რაღაც 10 წლები მუშაობდა ამ საკითხზე და ყველანაირად დასაბუთებულად გვიხსნის ძალიან კარგად გვიხსნის თან რა, თუ გინდათ რომ ნამდვილად მოახდინოთ თქვენი ცვლილებები, შიგნიდან დაიწყეთ, გარეთ ნურაფერს მოეძებთ, ჯერ დავიწყოთ შიგნიდან და თვითონ ბუნებრივად დაალაგდება ყველაფერი გარედანაც, იმიტომ რომ ჩვენი შიგნიდან მდგომარეობა ყოველთვის დამოკიდებულია მერე უკვე რა ხდება გარეთ. აქ ასევე აქვს არ მინდა რომ გამორჩეს რაღაცეები, თუმცა თუ გამორჩა არც ეგ იქნება პრობლემა, მერე კიდევ ვისაუბრებთ ბევრს და რამოდენიმე შეხვედრა გვექნება ამ წიგნთან დაკავშირებით. ნუ ეხლა მე გეტყვით იმას, რომ ამის ცენტრი, ძირითადად ცენტრალური არის ამ წიგნში ის, რომ 3 ტვინი ერთმანეთთან უნდა შეთანხმებულად მუშაობდეს, 3 ტვინზე აქვს გამახვილებული ყურადღება, ეს არის ნეიროკორტექსი, როგორც იცით, ნეიროკორტექსი ეს არის ჩვენი მოაზროვნე ტვინი, რომელიც გონება, ცნობიერება, ჩვენი არჩევანი, როგორც ვითიც კეთდება, რა ფუნქციაც აკისრია, მისი ფუნქცია რა არის, ხო, ანალიზი, ფიქრი, წარმოდგენები თუნდაც, წარმოდგენები, ასევე მომავლის შექმნა და აი აქ იბადება სურვილი უკვე, მინდა რომ შევიცვალო, ხო? აი ამ ტვინის დონეზეა ეს სურვილი. მინდა შევიცვალო და თვითონ დისპენსა მესიჯს გვაძლევს ესეთ მესიჯს, რომ ცვლილებები იწყება ნეიროკორტექსში, მაგრამ აქ არ მთავრდება. ანუ კიდევ აქვს გაგრძელება, ანუ 3 ტვინზე აქვს ლაპარაკი, როგორც უკვე გითხარით, მეორე ტვინი ეს არის ლიმბური ტვინი, რომელიც ჩვენი ემოციებს, განაგებს, გრძნობებს, განწყობებს, ჩვენს გამოცდილებებს, შეგრძნებებთან დაკავშირებით, წარსული გამოცდილებები რაც გვაქვს აუცილებლად და ლიმბური ტვინის ფუნქციები რა არის, ხო? ემოციების გენერაცია, აუცილებლად მეხსიერება, მეხსიერების განსაკუთრებით მეხსიერების ემოციური ნაწილი, როდესაც მოტივაცია გვჭირდება, ლიმბური ტვინი არის ამაზე პასუხისმგებელი, შიში, სიამოვნება, სხვა ემოციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ემოცია რა ერთი სიტყვით და აქ ინახება ასევე ტრაუმებიც, ძველი გამოცდილებები, ემოციური დამოკიდებულებები, ლიმბური ტვინი ყოველთვის ცხოვრობს წარსულში და იმიტომ რომ ემოციები წარსულიდან მოდის, ემოციები მომავალში არ არის და ნებისმიერ ძლიერ ემოციას შეუძლია მართოს ჩვენი ქცევა. ხო, შესაბამისად ვიქცევით ყოველთვის. და აქ გვეუბნება დისპენსა, რომ ემოცია არის წარსული ენერგია, რომელიც ჩვენს სხეულში არის დამახსოვრებელი, ჩარჩენილი, რაზეც უკვე ვისაუბრე და მესამე ეს არის სხეულის ტვინი, ცერებრალური ტვინი, ასევე ესეც არის, ნახეთ, როგორ ეს უკვე არის ჩვენი ჩვევები, ჩამოყალიბებული ჩვევების მართვა აკისრია ამ ტვინს, ასევე ავტომატური რეაქციები, სხეულის მეხსიერება, ჩვენი იდენტობის განცდა, ანუ იდენტობას რას ვაკავშირებთ, ხო, ჩვენს ჩვევებს, ჩვენს რეაქციებს,
ყველაფერი ეს იდენტობის ნაწილია, რა თქმა უნდა და დისპენსას მესიჯი აქ არის ის, რომ სხეული არის არაცნობიერი გონება და ნამდვილად ესია. პრობლემა ის არის, რომ სხეული ხო ყოველთვის ეწინააღმდეგება ცვლილებებს, მას არ უყვარს რაღაცა ახალი, ახლის ძიება, ეს თვითონ ქიმიური, ფიზიკური არ ვიცი როგორც გინდათ ისე დაგვიდე პროცესი ესეთია, რომ ნაცნობი ურჩევნია ყოველთვის, ვიდრე ახალი და კარგი, აი ეს შეჩურგურებს ამბობენ, შეჩეული ჭირი მირჩევნია შეუჩულოს თუ რაღაცნაირ თუ არ ვიცი რაღაცნაირ გამოთქმით გამახსენდა რატომღაც, ერთი სიტყვით სხეულს ურჩევნია ნაცნობი იყოს, მაგრამ თუნდაც იყოს მტკივნეული, მაგრამ არა ახალი. ასე რომ აი ეს ცვლილებები ყველაფერი ამ სამი ტვინის ჰარმონიზაციასთან არის დაკავშირებული, სამივე უნდა იყოს შეთანხმებული. ეხლა აქ სამ ტვინზეა ლაპარაკი, თუმცა კიდევ მეტი ტვინიც არსებობს. მე არ ვიცი, გონი უნდა მქონდეს ჩანაწერი სადღაც 12 ტვინის შესახებ, თუ პირდაპირ ეთერი არ იყო, ან ლაივი არ იყო და თუ წამიშალეს, მაგრამ აი ახლა ამ ეტაპზე წიგნის განხილვის დროს სამ ტვინს ვეხებით, ეს როგორც კი უკვე გითხარით, ეს იგი ნეიროკორტექსი, ლიმბური ტვინი და სხეულის ტვინი. რას ამბობს ნეიროკორტექსი? მინდა მაგალითად ახალი ცხოვრება, მინდა ცვლილებები, ლიმბური ტვინი გვეუბნება მეშინია, მტკივნეული იქნება ჩემთვის, თავს იკავებს და მესამე სხეულის ტვინი, რომ მე არ ვარ ამას მიჩვეული და ჩვეული მდგომარეობა მიჩვენია. ასე რომ ეს არის ძალიან საინტერესო. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და იმედია თქვენც და ამას განვიხილავთ შემდგომ შეხვედრებზე კიდევ ასევე გვექნება საუბარი მედიტაციებზე, იმიტომ რომ სასწაულად კარგად გასაგებიანი აქვს თავისებურად გადმოცემული მედიტაციების შესახებ. მედიტაცია ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ აი ეს პრინციპში სხვა მოსაზრება არსებობს, მოდი ხარ აღარ შევეხები მედიტაციების სხვა სწავლებების სხვადასხვანაირად ხსნის ამ მედიტაციას, მაგრამ აგერ გვეუბნება ჩვენი დისპენსა, რომ მედიტაციის ნამდვილი დანიშნულება რა არის და რატომ დაგვჭირდება ჩვენ ამ ეტაპზე ხა ეს მედიტირება. პრინციპში მთლიანად მედიტაციებზია მე უკვე მესამე ნაწილი წიგნის და პრაქტიკული მუშაობა მოგიწევთ. ამასაც განვიხილავთ აუცილებლად. მედიტაცია არის მხოლოდ ის კი არ არის, რომ გონება გაჩიშო და დაიძინო. არის მედიტირება, როდესაც მედიტირებ შიგნით შედიხარ, ყოველთვის ეგრეა, რა თქმა უნდა, შიგნით სიღრმეში ხედები. მაგრამ ნახეთ აქ რა ძალიან საინტერესო რაღაცას გვთავაზობს მედიტაციის დახმარებით, ჩვენ ანალიტიკური გონება გავთიშავთ, გავდივართ იმის იქით, რა თქმა უნდა, შიგნით ჩავდივართ და აი სწორედ ეს იქნება იმის ცვლილებების საწყისი. ეს გვაძლევს გარანტიას იმისა, რომ შეცვლა მოვახერხოთ. თუ ეს არ გამოგვივიდა და ამას არ ჩავუყროთ, ერთი სიტყვით აღარ გავაგრძელებ საუბარს, ანუ მედიტაციებზეც ვისაუბროთ ძალიან ბევრი და თვითონ მედიტაციებსაც გვთავაზობთ. უნდა დავიწყოთ გარემოს, სხეულის დროის მართვაში დაოსტატება, უნდა მოვახერხოთ აუცილებლად ჩვენი მდგომარეობის, შინაგანი მდგომარეობის ემოციებზე, აზრებზე, ფიქრებზე დაკვირვება, უნდა გავხდეთ დამკვირვებლები და უნდა წავშალოთ ის ძველი პროგრამები, ერთი სიტყვით და ახალი ნეირონული ქსელები უნდა ჩავაშენოთ ჩვენში. ნუ ეხლა რაც ვისაუბრე ამ ეტაპზე, ეს არ იქნება ახალი თქვენთვის, მე ბევრი ადამიანთან და ძალიან დიდ ჯგუფებთანაც მაქვს ნამუშევარი ამ ნეირონულ ქსელებზე, თუნდაც ნეიროგრაფიკით, თქვენ კარგად იცით, მე გახლავართ ნეიროგრაფიკის სპეციალისტი და ბევრს მუშაობდი ამაზე. მაგრამ ნუ აი საბაზისოდ დასაწყისისთვის, ეხლა ამ წიგნის განხილვით თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას გაცნობიერებთ და მიხვდებით და მე უკვე თქვენზე იქნება არჩევანი ხა დისპენსას მედიტაციებითაც შეგიძლიათ ყველაფერი შეცვალოთ, არის მე სხვა მეთოდები და ამ მეთოდების მიხედვით თქვენ რომელს მოიგებთ, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით აუცილებლად გააგრძელეთ ეს გზა. დღეს მე ხა დაგემშვიდობებით და ძალიან მალე შევხვდებით უკვე პირველი ნაწილით, ეს იყო შესავალი ნაწილი.
და განვიხილე უბრალოდ წიგნში რა შეიძლება მოგიტანოთ. მე ძალიან დიდი თხოვნა მექნება, ვინც დარჩით ბოლომდე და მოусმინეთ ამ ვიდეოს, გადააზიაროთ ან გაუზიაროთ მეგობრებს ეს არხი გამოიწეროთ. იმედი მაქვს, რომ არ ვიცი, მოგეწონებათ. მე მგონია, იმედი კი არა მაქვს, მგონია და დარწმუნებულიც ვარ, რომ ესე იქნება და ბევრ რამეში დაგეხმარებათ. ასე რომ ყველა დროის კარგვას და რაღაც უაზრო თემებზე უაზრო დროის დაკარგვას ჯობია რომ აი ესეთი სამოტივაციო, ესეთი გამოვითარებელი წინსვლის ვიდეოები გავაკეთოთ და ამაზე ვიმუშაოთ, ვიდრე სიტყვაზე ძალიან ბევრი მარტივი რაღაცებია. იმათ აქვს ძალიან ბევრი ნახვები, ძალიან ბევრი მსმენელი. ესეთ ვიდეოებს ვიცი ნაკლები და ნაკლები, მაგრამ არა უშავს როგორც არის, იყოს ისე მე ჩემი თხოვნა მექნება ჩემი მსმენელმა ეს ვიდეოები გააზიაროს და დამეხმაროთ ლაიქებით, ან თუნდაც კომენტარებით, რომ გავრცელდეს ეს ვიდეოები. მადლობა. ნახვამდის.